როგორ მოიძიოთ ინფორმაცია ინტერნეტში, გამოიყენოთ ელექტრონული პოსტა და სასარგებლო ონლაინ რესურსები. ამ და სხვა უნარჩვევების განვითარებაში, რომლებიც ყოველდღიურობის გამარტივებაში დაგეხმარებათ, კომუნიკაციების კომისიას სრულიად უფასოდ გადაგამზადებთ. როგორ მიმდინარეობს მოქალაქეების გადამზადება და ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება, დეტალებს კომუნიკაციის კომისიის მედია წიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ დახუნდარიძე მოგვიყვება. დილამშვიდობისა მარიამ. სალამი. დილამშვიდობისა მარიამ, როგორ გრძანდებით? მოგესალმებით, გილოცავთ ახალ არაჩვეულებრივ სტუდიას და წარმატებულ და საინტერესო ეთერებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ხშირად გვისაუბრია თქვენთან ერთად მედია წიგნიერების პროექტების შესახებ, რომელსაც ახორციელებთ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის და სამიზნე ფოკუს ჯგუფებისათვის. ეხლა უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ, თუ შეიძლება ამ ციფრული მხარდაჭერის პროგრამის შესახებ და ვისთვისაა ის განკუთვნილი და რას წარმოადგენს? კი ბატონო, ციფრული მხარდაჭერის პროგრამა არის ლოგინ ჯორჯია პროექტის შემადგენელი ნაწილი, ასევე სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს ინტერნეტიზაციის პროგრამას და მისი მიზანი არის ზოგადად ციფრული ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამაზე ორიოდე სიტყვა რომ თქვათ, ეს არის სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ასევე ინტერნეტის შესახებ ცნობიერების ამაღლება. სწორედ აი ამ მეორე მიმართულებას ხელმძღვანელობს კომუნიკაციების კომისია უკვე მესამე წელია, 2022 წლიდან ვახორციელებთ პროგრამას. უშუალოდ პროგრამის მიზანი არის მოსახლეობაში ინტერნეტის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ინტერნეტ წიგნიერება და შესაბამისად ვახორციელებთ აქტივობებს ადგილზე სოფლის მოსახლეობისთვის, ამაზე უფრო დეტალურად მოგვიანებით მოგახსენებ. და საინტერესო უფრო კონკრეტულად რას მოიცავს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესწავლის პროცესი? ანუ როგორი ტიპის სწავლება და როგორ ხდება ამ პროცესში მონაწილეობის მიღება? დიახ, ჩვენ ინტერნეტის უпростоრად ციფრული მხარდაჭერის პროგრამის შემუშავებაზე მუშაობა დავიწყეთ ინტერნეტ საჭიროების კვლევის საფუძველზე. ანუ მოსახლეობა გამოიკითხა ადგილობრივი, თუ რა საჭიროებები ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ შევიმუშავეთ ორი ტრენინგ მოდული. ერთი არის ციფრული წიგნიერება, ვახსენე ინტერნეტ წიგნიერება და ასევე ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება, რაც დამეთანხმებით არანაკლებ მნიშვნელოვანია დღევანდელ ჩვენ ციფრულ სამყაროში, როცა გვიწევს ინფორმაციის ამ დოზით მიღება, ხო, ციფრული არხებიდან. ეს ტრენინგ მოდულები ტარდება ტრენერთა გუნდის მიერ ადგილზე, როგორც თქვი, და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორც საბაზისო უნარებზე გვაქვს საუბარი ცხადია და მოიცავს ისეთ უნარებს, როგორც არის ინფორმაციის მოძიება, ელექტრონული პოსტის შექმნა, ზოგადად ინტერნეტით სარგებლობა და ამ უნარებზე მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რომელიც ამ ბოლო დროს კიდევ უფრო ესე იგი მოსახლეობის მხრიდან დიდ ინტერესს იწვევს, კი ბატონო, რაც შეეხება ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ პირადი მონაცემების დაცვა. და სწორედ აი ამ საკითხებზე ვამახვილებთ ყურადღებას. კიდევ ერთი კითხვა მაქვს აი ზუსტად აი ამ უსაფრთხოებასთან და ფეიქ საიტებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი დიდი გამოწვევა რეალობაში არის აი ინფორმაციის ნამდვილი და ეგრეთ წოდებული ფეიქ გვერდების განხვავება ერთმანეთისგან. თუ არის აი ამ მხრივ რამე დაუშვათ თუ შეგიძლიათ რამე მისცეთ რეკომენდაცია, რჩევა, ან თუ ხდება აი ამის სემინარების ან სხვადასხვა სამეცნიერო კუთხით ამის გაცნობა იგივე მოსახლეობისთვის. კი ბატონო, ესეც არის ერთ-ერთი მიმართულება. ჩვენ ვასწავლით ტრენინგის მონაწილეებს თუ როგორ რა ინსტრუმენტები არსებობს იმისთვის, რომ გადამოწმდეს ინფორმაცია რამდენად ნამდვილია თუ არა, ამის გარჩევა ჩვენს გვიჭირს უკვე დღევანდელ ესე იგი ვითარებაში, ასე რომ კი ამ თემებსაც ვფარავთ
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მაინც პირადი ინფორმაციის დაცვა, რასაც არ მოხდეს რაღაცა ცხადი, ამიტომ რომ თქვენც ალბათ იცით და ღებულობთ შეტყობინებებს, იცი როგორც ელფოსტის მეშვეობით, ასევე SMS-ების მეშვეობით, რომელიც სწორედ იმასთან არის დაკავშირებული, რომ არ გავხდეთ სხვერპლი აი ამ ესე იგი თაღლითური ესე იგი იგივე ფიშინგი მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება მათ შორის ალბათ მარიამ აი როგორ უნდა დაგიკავშირდეთ თქვენ ვისაც აქვს სურვილი რომ მიიღონ მონაწილეობა ამ და ინფორმაცია რომ მიიღონ ამის კი ბატონო ციფრული მხარდაჭერის პროგრამას ახორციელებს ისევე როგორც ტრენერთა გუნდი ასევე ციფრული ელჩები ეს არიან ადამიანები რომლებიც ადგილზე არიან წარმოდგენილი მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს რომელიც არის 14 წელს ზემოთ პროგრამა უკვე განხორციელებულია 14 მუნიციპალიტეტის 200-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში უკვე 7000-ზე მეტი მონაწილე ყავს მონაწილეებს შორის არიან პედაგოგები მაღალი კლასის მოსწავლეები აღმზრდელები ასევე ბიბლიოთეკარები ქალი მეწარმეები მათ შორის მცირე მეწარმეები და დიასახლისები ძირითადად ქალბატონები მონაწილეობენ თუმცა ყველა შეუძლია რა თქმა უნდა მონაწილეობა მათ შორის 65 წელს გადაცილებული ბენეფიციარებიც ყავს და სიამოვნებით ღებულობენ მონაწილეობას მათ შეუძლია ეხლა ამ ეტაპზე პროგრამა მიმდინარეობს სენაკის მუნიციპალიტეტში ვასრულებთ ჩხოროწყლსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში და ადგილზე შეუძლიათ ეს მნიშვნელოვანია რომ ჩვენ არ ვარჩევთ სამიზნე არეალებს და სოფლებს პროექტის სამიზნე დასახლებებია შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ მოსახლეობა სწორედ ამ გეოგრაფიულ არეალს წარმოადგენდეს ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მადლობა უსასრულოდ შეიძლება მეთანხმები რომ სამეგრელოდან დაიწყო ნამდვილად ჩვენს პირდაპირ ეთერში საუბრობდა კომუნიკაციების კომისიის მედია წიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ დახუნდარიძე წარმატებებს გისურვებთ დიდი მადლობა